Coca-Cola Bottlers Georgia კი გარემოს დაცვით ინიციატივას იწყებს და ჰორეკა სექტორს მინის ნარჩენების მართვის სქემას თავაზობს პროექტი მყარი ნარჩენების შემცირებას, რესურსების ხელახალ გამოყენებას და ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მდგრადი პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. Coca-Cola-ს გამოცდილების გაზიარებით და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფით ჰორეკა სექტორში, რომელიც მინის ბოთლებს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმართ, შეგროვებული ნარჩენების გადამუშავება კიდევ უფრო ხარჯ-ეფექტური გახდება. ზოგადად ჩვენი პროდუქტები უშუალოდ ჰორეკას სექტორისთვის არის პირველ რიგში განკუთვნილი და ეს წილი ფაქტიურად 40-50%-ზე ადის. Global Coca-Cola-ს ეს პროექტი დიდი ხანია დანერგილი აქვს, რა თქმა უნდა და ეს როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში და შესაბამისად ჩვენც ვიქნებით ამერიკა-კავკასიაში ერთ-ერთი პიონერები, რომელიც ამ პროექტს დავიწყებთ. ეს არის მინის ტარის ნარჩენების სეპარირება და შემდეგ ამის მართვა. შევთავაზეთ საკმაოდ საინტერესო სქემა, მომსახურებით ჩვენ ანაზღაურების გარეშე იქნება ასევე მიწოდებული შესაგროვებელი მოცულობები, ურნები სპეციალურად დიზაინი გაკეთებული იმისათვის, რომ მინა შეგროვდეს ამ მოცულობებში, როდესაც შეივსება კონტეინერი, ურნა, მან უნდა შეატყობინოს შემგროვებლს, რომ უაკითხოს მან ამ ურნას და დაცალოს შესატყვისი ადგილი. მე მგონი, რომ ინტერესი დიდია, არა მარტო დღეს დამსწრე ჰორეკას წარმოადგენლების, არამედ იმ ჰორეკას წარმოადგენლების, ვინც დღეს ვერ შეძლო მოსვლა. საკმაოდ კარგი დადებითი პროექტია, როგორც გარემოძავთვით სოციალური, ასევე თვითონ ბიზნესის კუთხიდან გამომდინარე. სარესტორნო ბიზნესი საკმაოდ დიდი წილი უკავია ასე ვთქვათ, შუშის გადამუშავებას, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიალურ სეგმენტზე ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველა პროდუქტი იყოს შუშის ტარაში მოთავსებული და შესაბამისად ასეთი ინიციატივები მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ინფრასტრუქტურის და ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და ასევე მავნეზე გავლენისგან დაიცავს ჩვენს ქვეყანასაც და გარემოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე დამატებით გადამუშავების ინდუსტრიაში შექმნის ახალ გამოწვევებს. არსებობს რამოდენიმე კომპანია, რომელსაც მიაქვს ეს, მაგრამ მათ ძალიან დიდი წონა მიაქვთ და ის რესტორნები, რომელიც შუშას იყენებენ მაგალითად და ეხლა წელიწადში არა აქვს 300-400, თვეში არა აქვს 300-400 კილოგრამი, მაშინ მიდის ეს პირდაპირ სანაგვეში, რაც იწვევს, ესე ვთქვათ, ბევრ რისკებს და ბუნებაც ნაგვიანდება. რა თქმა უნდა, ეს ნარჩენები დიდი პრობლემა არის როგორც რესტორნებისთვის, ისე საზოგადოებისთვისაც და მე ვფიქრობ, ემთხვევა იმ გამოწვევებს, რაც აქვს ჩვენ ქვეყანას და ვფიქრობ, გააუმჯობესებს ჩვენ ბუნებას და ამ გარემოს.